უფალმა თქვა ასეთი სიტყვები სახარებაში. უკეთო ვინმე მემსახურებდეს, ანუ ვინც მე მემსახურება, სადაცა ვიყო მე, მუნცა იყოს მსახური ჩემი. სადაც მე ვიქნები, იქვე იქნება ჩემი მსახურიცო. ამიტომ საკითხი ესე დგას, ან ღმერთს უნდა ვემსახუროთ, ან წუთი სოფლის ამაოების მსახურები უნდა ვიყოთ. ან ერთი, ან მეორე. ნახეთ, დილით, კვირა დილით, ვიცით რომ ტარდება ლიტურგია. ამ წირვაზე, კვირის წირვაზე დასწრება არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი. არ დასწრება, ეს არის ცოდვა. რატომღაც ძალიან მცირე ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ კვირა დღეს არ მოვიდა ტაძარში, სხვა საქმით იყო გართული, გარდა სნეულებისა, უძლურებისა, როდესაც ფიზიკურად ვერ მოდიხარ და ვერ ახერხებ დასწრებას წირვაზე. აღსარებაში არ ამბობენ, რომ ვცოდე კვირას წირვაზე დაუსწრებლობით. ეს ხო მცოდვა არის. ეს ხო გროვდება. ეს ხო გაყვება იქ და ამის გამო ხო მოგვეთხოვება პასუხი. აუცილებლად უნდა შევინანოთ ესეც. აი, როდესაც კვირას ძილი უფრო გძლევს, იცი რომ უნდა მოხვიდე დილით, მაგრამ შენ გირჩევნია რომ ცოტაც წაუძინო და განუსვენო შენ სხეულს, ესეც წუთი სოფლის მსახურება. ანუ შეუძლებელია იმასაც ემსახურო და ღმერთსაც ემსახურო. ესეთი რამე შეუძლებელია გარყვნილი მეგობრები გყავდეს, მათთანაც მეგობრობა გინდოდეს და გინდოდეს რომ ღვთის ერთგული მსახური იყო. შეუძლებელია მსგავსი რამე. საბოლოო ჯამში ვიქნებით ისე, როგორც ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა უთხრა ერთ ისრაელის მეფეს, როდემდე უნდა იაროთო კოჭლობით. როდესაც ისრაელის სახელმწიფო ორ სამეფოდ გაიყო, იუდეასა და ისრაელის სახელმწიფო ეწოდა. და ისრაელის 10 ტომი კერპსახურებაში ცხოვრობდა, კერპებს ემდნენ თაყვანს. აი, მაშინ მივიდა წინასწარმეტყველი და უთხრა, როდემდე უნდა იკოჭლოთ ორივე ფეხით. ერთი ფეხით კი არა, ორივე ფეხით. აი, ჩვენ ადამიანებიც კოჭლობთ. უბედურება ის არის, როდესაც ორივე ფეხით კოჭლობ. ერთით რო კოჭლობ, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ სწორი გზით, მაგრამ ისე ვერ ცხოვრობ, როგორც საჭიროა. უმჯობესია საერთოდ არ იკოჭლო და გამართულად იარო ღვთის სავალ გზაზე. მაგრამ ორივე ფეხით კოჭლობა, ეს არის სრულად წუთი სოფლის ამავებაში ჩაძირვა. ღმერთმა შეგვაძლებინოს, გაგვააზრებინოს დღევანდელი სახარების შინაარსი და შეგვაძლებინოს, თუ არა გვაქვს ამის ძალა, ვთხოვოთ ღმერთს, რომ ღმერთო დამეხმარე, რომ სრულად შენ გემსახურო. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ სახლის საქმეებს არ მიხედო. 6 დღე გაქვს მოცემული. ღმერთმა 1 დღე დაიტოვა თავისთვის, 6 შენ მოგცა და გითხრა, რომ იშრომე, იღვაწე, ოჯახი არჩინე და მიხედე სახლის საქმეებს. მაგრამ იმ ერთსაც რომ მოპარავ, ხარ მტაცებელი. ეს არის შეურაცხყოფა სწორედ, რომ არა დაგდებ ღვთის აი ამ ცნების დაცვას. ეს არის დანაშაული. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ პირველი ადგილი ეკავს ღმერთს ჩვენს გულებში. არც შვილი უნდა იყოს ღმერთზე წინ და არც მშობელი, არც მეგობარი, არავინ არ უნდა იყოს ღმერთზე წინ. თუ კი იქნება ვინმე ღმერთზე წინ შენს გულში, ადგილს დაიკავებს ღმერთზე წინ, ეს არის უკვე გაკერპებული სიყვარული, უკეთური სიყვარული და აუცილებლად დიდი უბედურებები გველის, ესეც ღმერთის მზრუნველობიდან გამომდინარე. ასევე ვისჯებით ხოლმე ზოგჯერ, რომ ეს კერპი დაიმსხვრას და ღმერთმა დაიკავოს პირველი ადგილი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.